806 ამოცანა. ჯიბის ფარნის ნათურას ცოკოლზე აწერია 3.5 ვოლტი 0.28 ამპერი. იპოვეთ წინაღობა მუშა რეჟიმში და დახარჯული სიმძლავრე. ქსელის ვარვარის ნათურას ბალონზე აწერია 220 ვოლტი 60 ვატი. იპოვეთ დენის ზალა და წინაღობა მუშა რეჟიმში. ჩავწეროთ მონაცემები. ესე იგი U პირველი არის 3.5 ვოლტი და სიმძლავრე, მოდით N-ით ავნიშნოთ სიმძლავრე, ბოდიში დენი არის აქ მოცემული, დენი არის 0.28 ამპერი. და მეორე ნათურა გვაქვს, რომელზედაც აწერია U2 არის 220 ვოლტი და სიმძლავრე N აწერია 60 ვატი. გვეკითხებიან იპოვეთო დენის ზალა და წინაღობა მუშა რეჟიმში. რაც შეეხება პირველ ამოცანას, ესე იგი აქ დენის ზალა მუშა რეჟიმში პირდაპირ მოცემული არის 0.28 ამპერი არის. ხოლო რაც შეეხება წინაღობას, R არის U1 შეფარდებული I, მოდით ეს I1 იყოს, I1-ზე. ეხლა მეორე ნათურას, რომელსაც აწერია 220 ვოლტი და სიმძლავრე 60 ვატი, გავიხსენოთ ფორმულა სიმძლავრისთვის. ეს არის, რამოდენიმე ფორმულა შეიძლება გამოვიყენოთ, ან I გამრავლებული U-ზე, ან I კვადრატი R-ზე, ან N არის U კვადრატი შეფარდებული R-თან. ხლა ამ შემთხვევაში მაგალითად თუ გამოვიყენებთ ამ პირველ ფორმულას, შეგვიძლია ვიპოვოთ გამავალი დენი. I იქნება N გაყოფილი U2-ზე, ეს I2 იქნება. ანდა წინაღობა შეიძლება ვიპოვოთ აი ამ ფორმულით. ეს იგი N არის U კვადრატი შეფარდებული R-თან და R არის U კვადრატი შეფარდებული სიმძლავრეზე. 807 ამოცანა. 220 ვოლტზე გაანგარიშებულ საყოფაცხოვრებო ელექტროქურას აქვს ორი სპირალი. თითოულის წინაღობა მუშა რეჟიმში 80.7 ომია. გადამრთველის მეშვეობით წრეში შეგვიძლია ჩავრთოთ ერთი სპირალი, ორი სპირალი მიმდევრობით ან ორი სპირალი პარალელურად. იპოვეთ სიმძლავრე თითოეულ შემთხვევაში. ჩავწეროთ მოცემულობა, ესე იგი ქსელის ზაბვა U არის 220 ვოლტი, წინაღობა R1 უდრის R2-ს და უდრის R-ს არის 80.7 ომი და აქ გვეუბნებიან, რომ შეიძლება ქსელში ჩავრთოთ ერთი სპირალი ან ორი სპირალი მიმდევრობით, აი ვხატავ მე ამას, ესე იგი ან ორი სპირალი პარალელურად. აქ თითოეული R არის, R და R. ესე იგი ქსელში ჩართვისას, ესე იგი აი ამ ბოლოებზე ყოველთვის U ძაბვა იქნება მოდებული, რომელიც 220 ვოლტი არის. სამივე შემთხვევაში 220 ვოლტი არის მოდებული. ახლა პირველ რადგან აქ U ყველა შემთხვევაში ერთნაირი არის, ჯობია ვისარგებლოთ აი ამ ფორმულით. N არის U კვადრატი შეფარდებული R-ზე. პირველ შემთხვევაში წინაღობა პირდაპირ R არის, ამიტომ N1 იქნება U კვადრატ შეფარდებული R-ზე. მეორე შემთხვევაში მიმდევრობით შეერთებული წინაღობების საერთო წინაღობა არის მათი ჯამის ტოლი R + R, ანუ ეს 2R არის. ამიტომ სიმძლავრე აქ მოიცემა ფორმულით U კვადრატ შეფარდებული 2R-ზე. მესამე შემთხვევაში, რადგან პარალელურად არიან შეერთებული, 1 შეფარდებული R სრულზე არის 1 R-ზე + 1 R-ზე, ეს იგივე რაც 2 R-ზე. ანუ R სრული აქ არის R ნახევარი. ასე რომ მესამე შემთხვევაში
სიმძლავრის ფორმულა იქნება u კვადრატ შეფარდებული r ნახევარზე, ეს ორი ენის ზევითავა. კარგით, ესე იგი 800 მერვე ამოცანა. აორთქლებისა და გაფრქვევის შედეგად ვარვარის ზაფი დროთა განმავლობაში წვრილდება. როგორ გავლენას ახდენს ეს გამოყენებულ სიმძლავრეზე? გავიხსენოთ, რომ წინაღობის ფორმულა არის რho L შეფარდებული S-ზე. დაწვრილება ნიშნავს იმას, რომ S-ი მცირდება. რადგან S-ი მცირდება, R-ი იზრდება. ახლა რადგან N-ი იზრდება, ეს ელექტროხელსაწყო ყოველთვის არის ჩართული მუდმივი ძაბვის ქსელში, თქვათ ოჯახში, სახლებში ეს 220 ვოლტი არის და გამოყოფილი სიმძლავრე არის u კვადრატი შეფარდებული r-ზე. რადგან ესე იგი r-ი გაიზარდა, ეს ნიშნავს, რომ n-ი შემცირდება. ეს იქნება ამის პასუხი. ხო, შემდეგი ამოცანა. რვას მეათე. რამდენი პროცენტით შეიცვლება სპირალის გრაგნილიანი ელექტრომაგნიტის მიერ გამოყენებული სიმძლავრე ტემპერატურის 0 გრადუსიდან 30 გრადუსამდე აწევისას. როგორც გვახსოვს, წინაღობა არის ტემპერატურაზე დამოკიდებული და დამოკიდებულება არის შემდეგნაირი. R-ი არის R0-ვანი 1 პლუს ალფა T. ესე იგი R0 ეს არის წინაღობა T უდრის 0 გრადუს ცელსიუსზე, ხოლო აი აქ RT რომ იწერია, RT ეს არის წინაღობა T ტემპერატურაზე. ესე იგი თქვა თუ თავიდან ტემპერატურა იყო 0 გრადუსი ცელსიუსი, მაშინ სიმძლავრის ფორმულა იქნება u კვადრატი შეფარდებული r0-ზე, მოდი ამას n0 დავარქვათ, ხოლო T ტემპერატურაზე სიმძლავრე nt იქნება u კვადრატ შეფარდებული rt-ზე. შევაფარდოთ nt n0-თან, ეს იქნება u კვადრატ შეფარდებული rt, u კვადრატ შეფარდებული r0-თან. u კვადრატები გაიკვეცება და ეს გამოვა r0 rt-ზე. შევიტანოთ rt, იქნება r0 1 პლუს ალფა t, r0-ები გაიკვეცება და გამოგვივა 1 გაყოფილი 1 პლუს ალფა t. ეს პასუხი არის ეგეთი, nt n0-ზე, ეს არის 1 შეფარდებული 1 პლუს ალფა t. t არის 30 გრადუსი. ხო, ეხლა ჩვენ გვეუბნებიან რამდენი პროცენტით შეიცვლებაო. ეხლა იმისათვის რომ გავიგოთ რამდენი პროცენტით შეიცვლება, ამისათვის ესე იგი nt-ს უნდა გამოვაკლოთ n0, რაც იყო და შევაფარდოთ n0-თან. ეს გამოვა n წევრად რო გავყოთ nt n0-ზე მინუს 1. ანუ აქ იქნება 1 პლუს ალფა 30 გრადუსზე მინუს 1. მივიყვანოთ საერთო მნიშვნელზე 1 პლუს ალფა 30 გრადუსი 1 მინუს ალფა 30 გრადუსზე. ეს ერთები გაიკვეცება, გამომივა მინუს ალფა 30 გრადუსი 1 პლუს ალფა 30 გრადუსზე. ხლა მინუსი იმას ნიშნავს, რომ შემცირდა ისა რა ქვია, სიმძლავრე შემცირდება. რამდენი პროცენტით, აი ესე აი ამ ფორმულით დავითვლით, ეხლა რა თქმა უნდა ამისთვის ალფა გვჭირდება. აქ არის ლაპარაკი, რომ სპილენძი არის, ამიტომ ალფას წინაღობის ტემპერატურულ კოეფიციენტს ალფას ვნახავთ ცხრილიდან ალფა
სპილენძისთვის. და შევიტანთ ესე იგი ამ ფორმულაში. კარგით, ესე იგი ახლა 811 ამოცანა. ელექტრონათურის ბალონზე აწერია 220 ვოლტი 100 ვატი. ცივი ვარვარის ძაფის წინაღობის გასაზომად ნათურაზე მოდეს 2 ვოლტ ძაბვა. ამ დროს დენის ძალა აღმოჩნდა 54 მილი-ამპერი. იპოვეთ მიახლოებით ვოლფრამის ძაფის ვარვარის ტემპერატურა. ჩავწეროთ მოცემულობა. ესე იგი ნათურას აწერია U არის 220 ვოლტი. მოდი ეს U1 იყოს და სიმძლავრე N1, რაც მას აწერია არის 100 ვატი. ეხლა ეს რა თქმა უნდა იგულისხმება მუშა მდგომარეობაში. ესე იგი, როდესაც ჩართავთ ნათურას და დააცლით და გაანათებს მაშინ, როდესაც გავარვარდება. ეს იქნება გავარვარებულ მდგომარეობაში, ესე იგი ეს ორივე მონაცემი. ეხლა იმისათვის რომ არ გავარვარდეს, ამიტომ ჩართეს პატარა ძაბვის ქსელში. U2 არის 2 ვოლტი და გაზომეს ამ დროს რა დენმა გაიარა. ესე იგი I აღმოჩნდა ესე იგი 54 მილი-ამპერი, ანუ 54 10 მინუს 3 ხარისხად ამპერი. აი ამ მონაცემებიდან ხო ვიცით რომ ეს ვოლფრამის ძაფი არის და ამ მონაცემებიდან უნდა ვიპოვოთ ესე იგი ტემპერატურა მუშა მდგომარეობაში რამდენი არის. მოდით პირველი მონაცემებიდან ჩვენ შეგვიძლია დავწეროთ N1 არის U1 კვადრატ შეფარდებული R1 და ეს ტემპერატურა R1 ეგ არის ზუსტად ესე იგი გაცხელებულ მდგომარეობაში ტემპერატურა. ანუ ეს R1 არის U პირველი კვადრატი შეფარდებული N1-ზე, ხოლო მეორე მონაცემებიდან შეგვიძლია დავწეროთ რომ წინაღობა არის U2 შეფარდებული I-ზე. ეხლა ეს წინაღობა არის, დაახლოებით ჩავთვალოთ, რომ 0 ტემპერატურაზე არის, ესე იგი ეს R, რომელიც მივიღეთ, არის დაახლოებით თვლი, რომ არის, ესე იგი R0. ეხლა დავწეროთ კავშირი R1-სა და R0 შორის. R1 არის R0-ვანი, 1 პლუს ეხლა სინამდვილეში მოდით შევეცადოთ უფრო ზუსტი დაშვება გავაკეთოთ. კარგით, მე უნდა დამეწერა 1 პლუს ალფა T, მაგრამ თუ მე ასე ვთქვათ, ცოტა უფრო ზუსტ დაშვებას გავაკეთებ, მე არ უნდა ჩავთვალო, რომ წინაღობა, რომელსაც ამ ფორმულით ვიპოვი, ეს არის 0 გრადუსზე. უფრო ზუსტად რო ვთქვათ, ეს არის წინაღობა 20 გრადუს ცელსიუსზე. ამიტომ R-ისთვისაც შეიძლება დავწეროთ ფორმულა R0 1 პლუს ალფა T1, სადაც T1 არის ოთახის ტემპერატურა, ეს არის დაახლოებით 20 გრადუს ცელსიუსი, ხოლო ეს ტემპერატურა კი არის გავარვარების ტემპერატურა. მოდით ესე იგი ახლა აქედან ეს ფორმულა მივუწეროთ ქვეშ, ესე იგი R იქნება R0 1 პლუს ალფა T1 და შევაფარდოთ ეს ფორმულები ერთმანეთზე. ეს R0-ები გაიკვეცება და R1 R-ზე იქნება 1 პლუს ალფა T, 1 პლუს αλφα T1. Ანდა აქედან R1 R-ზე 1 პლუს αλφα T, ეს არის αλφα T1, ეს არის 1 პლუს αλφα T. გადავიტანოთ ეს ერთიანი მეორე მხარეს, R1 R-ზე 1 პლუს αλφα T1 მინუს 1 არის αλφα T. აქედან ეს ტემპერატურა იქნება R1 შეფარდებული R-ზე 1 პლუს αλφα T1 მინუს 1 შეფარდებული ალფასთან. ესე იგი ალფა აგრა ნივთიერება გვითხრეს, ესე იგი ვოლფრამის ამას ისევ ცხრილიდან ვნახავთ. ესე იგი ეს პირველი დაშვება ძალიან უხეში იყო, რომ ჩავთვალო, რომ ეს ერი არის 0 გრადუსზე. უფრო ლოგიკური იქნება, რომ ჩავგვითვალა, რომ ეს აი პატარა ძაბვას რომ მივივერთეს და გაზომეს დენი, ალბათ ოთახის ტემპერატურა ის ტოლი იყო იმ ვოლფრამის ზაფის იმ ნათურის ტემპერატურა. ამიტომ
ჯობია რომ ესე იგი ამ გზით წავიდეთ და არა ამ გზით. ესე იგი უნდა ჩავთვალოთ რომ საწყის ტემპერატურა იყო 20 გრადუსი. რომელიც დაახლოებით ოთახის ტემპერატურის ტოლი არის. კარგით, ახლა შემდეგი. რვას 12. მაგიდის ელექტრული საათი სლავა იკავება ელემენტ 373-ით, რომლის ელექტრომამოძრავებელი ძალა 1,5 ვოლტია, ტევადობა კი 6 ამპერ-საათი. იპოვეთ საათის სიმძლავრე და ენერგია, რომელსაც დახარჯავს საათი 1,5 წლის განმავლობაში. ხო, მოდით ჩავთვალოთ ეგეთი რაღაცა, რომ ესე იგი ელექტრომამოძრავებელი ძალა იმ ელემენტის ეს არის 1,5 ვოლტი. ტევადობა არის ესე იგი 6 ამპერ-საათი, ეს სინამდვილეში არის მუხტი. ესე იგი 6 ამპერ-საათი, ეს არის მუხტი. ესე იგი 6 ამპერ-საათი. ესე იგი ეს არის 6 გამრავლებული 3600 ამპერი გამრავლებული წამზე, ხოლო ამპერს თუ წამზე გავამრავლებთ, ეს კულონი იქნება. ესე იგი 3600-ზე ამდენი კულონი არის. ხო, ეხლა ამ ელემენტმა იმუშავა 1,5 წლის განმავლობაში. ესე იგი 1,5 წლის განმავლობაში ეს დრო არის 1,5 წელი. ხო? ეს არის 1,5 365 დღე. ესე იგი ამდენი დღე არის. ეს არის 1,5 365 და ერთ დღეში არის 24 საათი. ამიტომ თუ ერთ საათში ესე იგი ესეთი მუხტი ასე ვთქვათ დაიხარჯება, თელ ერთ წელიწადში დაიხარჯება ქუ გამრავლებული ტეზე, ეს იქნება ქუდიდი. ხო და მთელი მუშაობა, რომელიც შესრულდება, ეს უდრის იმ ენერგიას, რომელიც დაიხარჯა და ეს იქნება ქუ გამრავლებული ეფსილონზე. აი უпростоროდ ქუდიდი გამრავლებული ეფსილონზე. აი ესეთნაირად ვიპოვით დახარჯულ ენერგიას. ხო, ეხლა სიმძლავრეს რო გვეკითხებოდნენ, ამისათვის ესე იგი ეს თქვათ ეს 1 საათში დახარჯული ენერგია, რომელიც არის ქუ პატარა გამრავლებული ეს ქუ პატარა პირდაპირ თქვათ ეს არის 1 საათში დახარჯული ენერგია, იქნება ქუ გამრავლებული ეფსილონზე, ეს არის A პირველი, ეს არის 1 საათში და სიმძლავრე იქნება ეს A პირველი შეფარდებული 1 საათზე, 3600-ზე. ამდენ წამზე, ანუ ეს იქნება 6 3600 გამრავლებული 1,5-ზე შეფარდებული 3600-ზე. ესენი გაიკვეცება და ეგ გამოვა 9 ვატი. სიმძლავრე იქნება 9 ვატი. კარგი. 813 ამოცანა. 220 ვოლტ ძაბვაზე გაანგარიშებული ნატურა ჩართეს 110 ვოლტი ძაბვის ქსელში. რამდენჯერ შეიცვლება ნატურას სიმძლავრე ნომინალურთან შედარებით? როგორ უნდა დავაზუსტოთ პასუხი თუ გავითვალისწინებთ ტემპერატურასთან დაკავშირებულ წინაღობის ცვლილებას? აი ნახეთ რაზე არის ლაპარაკი. ესე იგი გვაქვს რაღაცა ნატურა, რომელიც იყო გაანგარიშებული 220 ვოლტ ძაბვაზე. ესე იგი U პირველი არის 220 ვოლტზე არის გაანგარიშებული. მაგრამ ის ჩართეს უფრო პატარა ძაბვის ქსელში, 110 ვოლტის ქსელში. ეხლა რო ჩაერთოთ ეს ნატურა 220 ვოლტში, მაშინ სიმძლავრე, რომელიც ექნებოდა ამ ნატურას, იქნებოდა U1 კვადრატი შეფარდებული R-ზე.
ხოლო რადგან ჩართეს უფრო პატარა სიმძლავრეში, ესე იგი n2 იქნება u2 კვადრატი შეფარდებული r-ზე. და ცხადია, რომ n2 უფრო პატარა არის ვიდრე n1. ესე იგი ეს ნიშნავს იმას, რომ მეორე შემთხვევაში ნატურა უფრო ნაკლებად გააცხელებს. ნატურა უფრო ნაკლებად გაცხელდება ვიდრე პირველ შემთხვევაში. ასე რომ სინამდვილეში აი ეს აქ რო დავწეროთ, ესე იგი r პირველი, აქ დავწეროთ r მეორე, დაახლოებით ეგენი ტოლი უნდა იყოს, ესე იგი, მაგრამ ცხადია, რომ რადგან ნატურა მეორე შემთხვევაში ნაკლები სიმძლავრე აქვს, ის ნაკლებადაც გაცხელდება. ამიტომ r მეორე თქვათ r მეორის მნიშვნელობა რო დავწეროთ, r მეორე იქნებოდა r0 1 + α t2, ხოლო r პირველი იქნებოდა r0 1 + α t1. პირველ შემთხვევაში რადგან მეტად გაცხელდებოდა, ესე იგი ცხადია t1 მეტი იქნებოდა t2-თან შედარებით, ამიტომ r1 მეტი იქნებოდა r2-თან შედარებით. ამიტომ განსხვავება ამ სიმძლავრეებს შორის არ იქნება მხოლოდ ამ ძაბვების გამო, არამედ იქნება იმის გამოც, რომ ეს წინაღობები ერთმანეთის ტოლი არ არის. ეხლა რომ უფრო ზუსტად ვთქვათ, ესე იგი n1-ის შეფარდება n2-თან, ეს არის u1-ის კვადრატი r1 შეფარდებული u2-ის კვადრატი r2-თან. ეხლა u1 არის 200, ეს დავწერო ჯერ u1-ის კვადრატი u2-ის კვადრატთან r2 r1-თან, ხო? გადავწეროთ ეს კიდევ ერთხელ n1 n2-თან უდრის u1 არის, ესე იგი, მოდი დავწეროთ 2 ჯერ 110 კვადრატში r2, ეს კი არის 110 კვადრატში. ეს 110-ის კვადრატები გაიკვეცება, r1. აქ არის 4 ჯერ r2 r1-ზე. ეხლა რაც შეეხება r2 r1-ზე, ჩვენ დავადგინეთ, რომ r2 ნაკლებია r1-ზე. ამიტომ ამათი შეფარდება r1-ზე ნაკლებია. ამიტომ აი ეს შეფარდება არა 4 იქნება, არამედ ნაკლები იქნება 4-თან შედარებით. აი ესეთი პასუხი შეგვიძლია გავცეთ. 814 ამოცანა. ასოც ვოლტზე გათვალისწინებული თითოეული 0.5 კილოომი წინაღობის პარალელურად შეერთებული 10 ნატურა რეოსტატის გავლით იკვებება 220 ვოლტი ძაბვის ქსელიდან. იპოვეთ რეოსტატში გამავალი დენის სიმძლავრე. ჩავწეროთ, რომ ესე იგი u0 ეს არის 120 ვოლტი, გვაქვს n არის 10 ნატურა, თითოეული ნატურის წინაღობა r0 არის 0.5 კილოომი, 10-ის მესამე ხარისხად ომი და რეოსტატის მეშვეობით ჩართული არის u არის 220 ვოლტი ძაბვის ქსელში. და გვეკითხებიან რეოსტატში გამავალი დენის სიმძლავრეს. ესე იგი უпроსტად n რეოსტატის. n რეოსტატის არის კითხვის ნიშანი. მოდი დავხატოთ ეს სურათი, აი წარმოვიდგინოთ, რომ ეს ერთი ნატურა არის, მეორე ნატურა არის და ასე შემდეგ სულ 10 ნატურა არის აქ შეერთებული. აი ესეთნაირად. აქ არის ჩართული რეოსტატი. აქ მოდებული არის ბოლოებზე 220 ვოლტი ძაბვა. ესე იგი ეს წინაღობა რეოსტატის ისე შეარჩიეს, რომ ნატურებზე იყოს ესე იგი u0 ძაბვა 120 ვოლტი, იმიტომ რომ ეს გათვლილი არის 120 ვოლტზე. ესე იგი ცხადია ამ რეოსტატზე ძაბვა იქნება აი ეს 220 ვოლტს გამოვაკლოთ u0. ასე რომ u რეოსტატის, ესე დავწეროთ u2 იქნება u-ს
გამოკლებული u0. ნუ რიცხობრივად ეს გამოვა 220 მინუს 120 იქნება 100 ვოლტი. ხო, ეხლა აქ 10 ნატურა გვაქვს შეერთებული. მოდი მათი სრული წინაღობა დავთვალოთ. ერთ შეფარდებული R სრულთან იქნება 1R0 პლუს 1R0 პლუს ასე შემდეგ 1R0. სულ ამისთანა არის n ცალი. ამიტომ n ჯერ 1R0. ამიტომ R სრული იქნება R0 გაყოფილი n-ზე. ეხლა მოდი ვნახოთ ამ 10-ვე ნატურაში ჯამში რა დენი გაივლის. I იქნება ამათზე მოდებული ძაბვა u0 შეფარდებული ამათ საერთო წინაღობაზე R სრულზე. ანუ იქნება u0 R0 გამრავლებული n-ზე. იგივე დენი გაივლის რეოსტატშიც. ამიტომ რეოსტატის ისე რა ქვია სიმძლავრე იქნება I გამრავლებული U რეოსტატზე. აი ესეთნაირად ვიპოვით რეოსტატის სიმძლავრეს. ნუ ხლა არ გვეკითხებიან, მაგრამ პრინციპში რეოსტატის წინაღობაც შეგვიძლია დავადგინოთ. ნუ რეოსტატის წინაღობას როგორ დავადგენდით? R რეოსტატისა იქნება რეოსტატზე მოდებული ძაბვა, ეს არის UR, შეფარდებული რეოსტატში გასული დენი, რომელიც არის ისტოლი, აგერ ნაპოვნი გვაქვს ეგა. კარგით. 815. ახსენით, რატომ კაშკაშებს მიმდევრობით შეერთებული 40 და 100 ვატის სიმძლავრეს ნატურებიდან პირველი გაცილებით უფრო მეტად. თუ შესაძლებელია ჩაატარეთ ეს ცდა. ნუ მოკლედ, გვაქვს ორი ნატურა, პირველს აწერია 40 ვატი, მეორეს აწერია 100 ვატი. ეხლა ადგენდა ეს ნატურები შეერთეს მიმდევრობით. ეს არის თქვა პირველი ნატურა, ეს არის მეორე ნატურა. და უნდა აუხსნათ აი ეს რატო ანათებს უფრო მაგრა. ეხლა დავიწყოთ იმით, რომ როდესაც ქარხანაში რომ დაამზადეს ეს ნატურები და დააწერეს ერთს 40 ვატი და მეორეს 100 ვატი, ქარხანაში იგულისხმეს, რომ ეს ნატურები თქვენ გექნებოდათ ჩართული ქსელში. და ქსელში ძაბვა არის მუდმივი, ესე იგი თქვა ჩვენთან ოთახებში, სახლებში ყველგან 220 ვოლტი არის. ქარხანაში იციან ეგა და დამსამზადებლად იგულისხმეს, რომ თქვენ ადგებოდით ეგეთ რაღაცას არ ჩაიდენდით და ადგებოდით და ჩართავდით ერთ ნატურასაც 220 ვოლტში და მეორე ნატურასაც 220 ვოლტში. ასე რომ ქარხანაში იგულისხმეს, რომ თქვენ სიმძლავრისთვის, აი როცა აწერდნენ ამ სიმძლავრეს, გამოიყენეს ეს ფორმულა U კვადრატ შეფარდებული R1 და N2-ისთვისაც დაწერეს U კვადრატ შეფარდებული R2. ეხლა აქედან R პირველი არის U კვადრატ N1, ხოლო R2 არის U კვადრატ N2. ეხლა რომელსაც მეტი სიმძლავრე აქვს დაწერილი, იმის წინაღობა უფრო პატარა არის. რომელსაც სიმძლავრე დიდი აქვს, იმის წინაღობა უფრო პატარა არის. ეხლა თქვენ როდესაც ადექით და ესე ჩართეთ, ესე იგი ეს ნატურები, ამ შემთხვევაში ამათი ძაბვები აღარ იქნება ერთნაირი, მაგრამ გამოვალი დენი ერთნაირი იქნება. ამიტომ თქვენ ამ შემთხვევაში სიმძლავრისთვის, აი რეალური სიმძლავრისთვის, უნდა ისარგებლოთ ფორმულით I კვადრატ გამრავლებული R-ზე. ამიტომ N პირველი რეალური იქნება I კვადრატ R1 N2 რეალური, აი ამ შემთხვევაში რაც არის, ეს არის I კვადრატ R2. და ამ შემთხვევაში გამოგივათ, რომ N პირველი რეალური შეფარდება R მეორე რეალურთან, იქნება R პირველი R მეორესთან. ესე იგი, რომელსაც წინაღობა მეტი აქვს, ის უფრო იმას უფრო მეტი სიმძლავრე ექნება. და რომელსაც აქვს მეტი წინაღობა, რომლის სიმძლავრე უფრო პატარა არის. აი ესეთი სიტუაცია არის და ამიტომაც ანათებს ეს
პატარა სიმძლავრის ნატურა უფრო მეტად, ვიდრე დიდი სიმძლავრის ნატურა თუ მიმდევრობით ჩართავთ მაგათ ერთმანეთთან. 816 ამოცანა. ელექტროქურის შეკეთებისას სპირალი დამოკვდა საწყისი სიგრძის 0.1-დით. რამდენჯერ შეიცვლება ქურის სიმძლავრე? ნუ კარგით, აქ მოცემულია, რომ L პირველი ეს არის L0 minus 0.1 L0. აი ნახეთ 1/1-დით თუ დავამოკლე, ეს ნიშნავს, რომ სიგრძე ახლა გახდა 0.19 იმისა, რაც იყო. ის კი თავიდან იყო L0, მერე დამოკვდა და გახდა 0.9 L0. მოდი ვნახოთ დამოკლებამდე რა წინაღობა ქონდა. ეს R0-ით აღვნიშნოთ. ეს არის ρ L0 შეფარდებული S-ზე. დამოკლების შემდეგ წინაღობა იქნება ρ L1 შეფარდებული S-ზე. ეხლა სიმძლავრე ელექტროქურა იგულისხმება, რომ ქსელში უნდა ჩართოთ. ამიტომ სარგებლობ ამ ფორმულით U კვადრატი შეფარდებული R-ზე. ამიტომ N0 იქნება U კვადრატი შეფარდებული R0-ზე, N1 იქნება U კვადრატი შეფარდებული R1-ზე. ახლა კითხვა როგორ არის დასმული? რამდენჯერ შეიცვლება ქურის სიმძლავრეო? მოდი ავდგეთ N1 შევაფარდოთ N0-თან. ახლა U კვადრატები გაიკვეცება, მექნება R0 R1-ზე, ნუ აქ ρ L0 S-ზე, ρ L1 S-ზე. ნუ როები გაიკვეცება, S-ებიც გაიკვეცა, მექნება L0 L1-ზე. L0 0.9 L0-ზე. ესენი გაიკვეცება და ნუ 10 მეცხრედი გამომივა. ეს კი 1/1-ჯერ დაახლოებით გაიზრდება სიმძლავრე. 817 ამოცანა. 13 მეტწამის სიჩქარით მოძრაობისას ელმავლის წევის ზალა 380 კილონიუტონია. იპოვეთ ელმავლის მარქმედების კოეფიციენტი თუ საკონტაქტო ქსელის ძაბვა 3 კილოვოლტია და დენის ზალა ელმავლის 8 ძრავიდან თითოეულში 230 ამპერია. ჩავწეროთ მოცემულობა. ელმავალი მოძრაობს V არის 13 მეტრი წამის სიჩქარით და წევის ზალა არის 380 კილონიუტონი. ანუ 380 10-ის მესამე ხარისხად ნიუტონი. ხო, ეხლა ძაბვა, რომელსაც ელმავალი მოიხმარს, ეს არის 3 კილოვოლტი, ანუ 3 10-ის მესამე ხარისხად ვოლტი. 8 ძრავი აქვს, n უდრის 8-ს და თითოეულში გადის დენი, რომელიც არის 230 ამპერი. და როგორი არის მარქმედების კოეფიციენტი? მოკლედ, აი ელმავალი რო წარმოიდგინოთ, ესე იგი ის მუშაობს იმის ხარჯზე, რომ აი ქსელიდან ეს მავთულები არის ზევით გაბმული, იღებს დენს, ამუშავებს ძრავს და ესე იგი ეს ადგება და მერე მოძრაობს პირდაპირ. ესე იგი ელმავლის აი ამ ძრავის დანიშნულება არის, რომ ეს შექმნას მექანიკური მუშაობა. აი მექანიკური სიმძლავრე ეს არის თუ თანაბრად მოძრაობს ელმავალი, ნუ ეს იგულისხმება F-ი გამრავლებული V-ზე არის. და ეს არის ზუსტად სასარგებლო სიმძლავრე. ხოლო სრული სიმძლავრე არის ის, რაც დაიხარჯება იმის გამო, რომ თქვათ აქ დენი გადის და ძაბვა არის. ასე რომ სრული სიმძლავრე იქნება U გამრავლებული I სრულზე. ნუ ანუ N სრული არის U, I არის ესე იგი 8-ჯერ I, ну, I0 აღნიშნოთ ესე, 8-ჯერ I0. ასე რომ მარქმედების კოეფიციენტი იქნება n სასარგებლო n სრულზე, ну, სასარგებლო არის f-ი v-ზე, სრული არის u I0 გამრავლებული 8-ზე. ну, ახლა ეს პროცენტებში თუ გვინდა გამოვსახოთ, 100%-ზე უნდა გამომრავლოთ. ხო, ну ახლა მოდით 818 ამოცანა.
მე შევეცდები აქვე დავტივე ეს ამოცანა. 11 ტონა მასის ტროლეიბუსი მოძრაობს თანაბრად 36 კმ/სთ სიჩქარით. იპოვე დენის ძალა ძრავის გრაგნილში, თუ ძაბვა არის 550 ვოლტი და მარქმედების კოეფიციენტი 80%-ია. მოძრაობის წინააღმდეგობის კოეფიციენტი 0,02-ია. მოკლედ, მასა არის 11 ტონა, ანუ 11 10-ის მესამე ხარისხად კილოგრამი. სიჩქარე, რომლითაც მოძრაობს, არის 36 კმ/სთ-ში. მოდი გადავიყვანოთ 36 კილომეტრში არის 1000 მეტრი, საათში არის 3600 წამი. ეს 2-0-2-0-თან გაიკვეცება, ესე იგი 36 ეს გამოვა 10 მეტრი წამში. ძაბვა, რომელიც მოდებული არის 550 ვოლტი და მარგიქმედების კოეფიციენტი eta არის 80% და წინააღმდეგობის კოეფიციენტი მიუთი აღნიშნოთ არის 0,02. გვეკითხებიან როგორი დენი გადისო ძრავის გრაგნილში. მარგიქმედების კოეფიციენტი ეს არის სასარგებლო სიმძლავრე შეფარდებული სრულთან. სასარგებლო არის ის სიმძლავრე, რომელიც მექანიკურ მოძრაობას ხმარდება. მექანიკური მოძრაობას მოხმარებული სიმძლავრე ეს არის F წევის ზალა გამრავლებული სიჩქარეზე და თანაბრად რომ მოძრაობს, წევის ზალა უდრის წინააღმდეგობის ზალას. ასე რომ წინააღმდეგობის ზალა F წინააღმდეგობის ზალა არის წინააღმდეგობის კოეფიციენტი გამრავლებული mg-ზე. ხოლო რაც შეეხება სრულ სიმძლავრეს, ეს არის ის სიმძლავრე, რომელიც ელექტროძრავის შედეგად არის მიღებული. ასე რომ ეს არის I გამრავლებული U-ზე. შევიტანოთ ახლა აქ ყველაფერი. ესე იგი eta არის μmg გამრავლებული V-ზე და I U-ზე. ეს გამრავლებული 100%-ზე. ახლა შემელო ეს 100% დამეწერა. და აქედან eta-ს მაგივრად შევიტანთ 80%-ს და აქედან I-ს დავადგენთ. ესე იგი I ტოლი იქნება μmg სიჩქარეზე 100%-ზე eta U-ზე. eta-ს 80% შევიტანთ. აი ესეთი არის პასუხი. ეს იყო 818 ამოცანა. 819 ამოცანა. ამ წეს ელექტროძრავა მუშაობს 380 ვოლტ ძაბვაზე. დენის ზალა მის გრაგნილში 20 ამპერია. იპოვე დანადგარის მარგიქმედების კოეფიციენტი თუ 1 ტონა მასის ტვირთი ამ წეს 19 მეტრზე 50 წამში აქვს. მოცემულია რომ მასა არის ესე იგი 1 ტონა, ანუ ეს არის 10-ის მესამე ხარისხად კილოგრამი. სიმაღლე რომელზედაც აქვს ეს ტვირთი არის 19 მეტრი და დრო რომელშიაც ეს აქვს არის ესე იგი 50 წამი. და მოცემულია დენი რომელიც გადის ელექტროძრავის გრაგნილში 20 ამპერია და ძაბვა რომელზედაც მუშაობს არის 380 ვოლტი. და გვეკითხებიან მარქმედების კოეფიციენტს. n არის eta არის n სასარგებლო შეფარდებული n სრულთან. ეხლა ესეთნაირად რო წერ, როდესაც 100%-ის გარეშე არის, მაშინ მე სიტყვაზე თუ გამომივა eta 0,8 ეს ნიშნავს რომ 80%. მე ბოლოში უნდა პროცენტებზე გავამრავლოთ. თუ გინდათ მოდი თავიდანვე გავამრავლოთ, იყოს 100%. კარგი, სასარგებლო სიმძლავრე არის ის სიმძლავრე, რომელიც შესრულდება ამ სასარგებლო მუშაობაში და სასარგებლო მუშაობა იყო ტვირთის ატანა არ სიმაღლეზე. ესე იგი, ეს არის mg-ში შესრულებული მუშაობა, სასარგებლო შეფარდებული იმ დროსთან, რა დროშიაც ეს
მუშაობა შესრულდა. ხოლო n სრული იქნება i გამრავლებული u-ზე. აქედან ეტასთვის მივიღებთ mj-ში შეფარდებული t-ზე, i-ზე და u-ზე და გამრავლებული 100%-ზე. აი პროცენტებში აქედან გამოგვივა მარგი ქმედების კოეფიციენტი. კარგით, 800 მე-20 ამოცანა. რა სიგრძის უნდა იყოს 0,84 მმ² განიკვეთის ნიკელინის მავთული, რომ მისგან დამზადეს 220 ვოლტ ძაბვაზე გაანგარიშებული გამხურებელი, რომლის საშუალებითაც 2 ლიტრა 20 გრადუსიანი წყალი ადუღებამდე უნდა მივიყვანოთ 10 წუთში. გამხურებლის მარქმედების კოეფიციენტი 80% უნდა იყოს. ჩავწეროთ მოცემულობა, ესე იგი ნიკელინის ნივთიერება მოცემულია. მავთულის განიკვეთის ფართობი არის 0,84 მმ². ანუ ეს არის 0,84 10 - 6 ხარისხად მ². ხო. ძაბვა, რომელზედაც ამან უნდა იმუშაოს, არის 220 ვოლტი. და ამ გამხურებელმა ის უნდა გააკეთოს, რომ 2 ლიტრა მოცულობის წყალი, რომლის საწყისი ტემპერატურა არის 20 გრადუს ცელსიუსი, მიიყვანოს 100 გრადუს ცელსიუსამდე. ესე იგი, დუღილის ტემპერატურამდე უნდა მიიყვანოს, თან დრო არის, აი მოდი დროს ტედიდით აღნიშნავ, 10 წუთში. და რა სიგრძის უნდა იყოს რა სიგრძის უნდა იყოსო გამახურებელი, ესე იგი ნიკელინის გამტარი რა. ხო. გავიხსენოთ, რომ მარგი, ხო, აქ მოცემულია მარგი ქმედების კოეფიციენტი კიდე არისო 80%-ის ტოლიო. 80%-იანი უნდა იყოს. ხო, ეხლა მარგი ქმედების კოეფიციენტი eta. ეს არის n სასარგებლო შეფარდებული n სრულთან. ხო? სასარგებლო, გამრავლებული 100%-ზე. სასარგებლო სიმძლავრე არის ის, რაც დაიხარჯება ამ წყლის 20 გრადუსიდან 100 გრადუსამდე მისაყვანად. ესე იგი, ეს არის ის სითბოს რაოდენობა, რომელიც საჭირო არის, რომ 100 გრადუსამდე მივიყვანოთ, შეფარდებული იმ დროსთან, რა დროშიაც ეს უნდა მოხდეს. სითბოს რაოდენობა, რომელიც გვჭირდება, რომ წყალი, 2 ლიტრა წყალი მივიყვანოთ 100 გრადუსამდე, ეს არის C წყლის, M წყლის, T 100 - T 20. ესე იგი 100 გრადუს - 20 გრადუსი. ეხლა წყლის მასა არ არის მოცემული, მაგრამ შეგვიძლია სიმკვრივით გამოვსახოთ. ეს არის C წყლის, R წყლის მოცულობაზე, მოდი აქ დავწეროთ პირდაპირ 100 - 20. ეს 80 იქნება, ასე რომ ქუსთვის გვექნება C წყლისა, R-ზე, ეს წყლის არის V-ზე და 80-ზე. დრო არის 10 წუთი. მოდით მე ეს გადავიყვანოთ ყველაფერი სისტემაში. რაც შეეხება n სრულს, ის არის u კვადრატი შეფარდებული r-ზე წინაღობაზე. წინაღობა არის ρ l შეფარდებული s-ზე, სადაც ρ არის კუთრი წინაღობა. ამ შემთხვევაში ვოლფრამი არის, თუ არ მეშლება, ესე იგი. ნიკელინი, ბოდიში, ნიკელინი, რო ნიკელინის კუთრი წინაღობა, არაგერიოთ სიმკვრივეში, ესე იგი. ამიტომ ესე იგი მოდით ეს ყველაფერი ახლა შევიტანოთ ეტაში
და გვექნება ეტასთვის ფორმულა. ეს არის C წყლის რho წყლის V-ზე გამრავლებული 80-ზე შეფარდებული U კვადრატი, ეს R-ის ზევითავა. R-ზე და 100%-ზე. ეხლა R-ი გვაქვს შესატანი აქ. ესე იგი, eta იქნება C წყლის rho წყლის V-ზე 80 rho ნიკელინის. აი, აქ ზევიდან ხაზდა გავუსვავ, რომ არაგერიოთ სიმკვრივეში. ეს არის კუთრი წინაღობა. რომ L-ი შეფარდებული S-თან, S-ი დაბლა ჩამოვა. S-ი U კვადრატზე და S 100%-ზე. ახლა აქედან გვეკითხებოდნენ L-ს, აი რა სიგრძის უნდა იყოს. აქედან L-ი უდრის eta გამრავლებული S-ზე U კვადრატზე C წყლის rho წყლის მოცულობა ეს 80 rho კუთრი წინაღობა ნიკელინის და 100%. აი აქედან დავადგენთ ჩვენ სიგრძეს, რა სიგრძის უნდა იყოს ეგა. კარგით, ახლა რვას 21 ამოცანა. 160 ომი წინაღობის სპირალის მქონე ელექტროსადუღარა ჩაუშვეს 20 გრადუს ცელსიუსი ტემპერატურის 0.5 ლიტრა წყალში და ჩართეს 220 ვოლტი ძაბვის ქსელში. 20 წუთის შემდეგ სადუღარა გამორთეს. რა რაოდენობის წყალი აორთქლდა, თუ სპირალის მარქმედების კოეფიციენტი 99%-ია. მოცემულია სადუღარას წინაღობა, R არის 160 ომი, ძაბვა არის 220 ვოლტი, წყლის საწყისი ტემპერატურა T0-ანი არის 20 გრადუს ცელსიუსი, წყლის მოცულობა V იყო 0.5 ლიტრი, დრო არის 20 წუთი, ანუ ეს არის 20 ჯერ 60 წამი. და გვეკითხებიან რა რაოდენობის წყალი აორთქლდაო, თუ მარქმედების კოეფიციენტი არის 99%. Ну, მოდით ესე ვთქვათ, ეს იგი MX-ი დავნიშნოთ აორთქლებული წყლის რაოდენობა. ეხლა იმისათვის, რომ რაღაცა რაოდენობის წყალი აორთქლდეს, მთელი წყალი უნდა პირველ რიგში მივიდეს 100 გრადუსამდე. ეს იგი ეს არის C წყლისა, M წყლისაზე T 100 გრადუს მინუს T 20. საბოლოო ტემპერატურა მინუს 100 პლუს LMX-ი. L არის ორთქლათქცევის კუთრი სითბო. ეხლა ეს არის სასარგებლო სითბო, იმიტომ რომ სადუღარას დანიშნულება არის წყლის გაცხელება და ადუღება. ამიტომ მარქმედების კოეფიციენტისთვის შემიძლია დავწერო, რომ ეს არის N სასარგებლო შეფარდებული N სრულთან. სასარგებლო სიმძლავრე არის ეს Q, რომელიც მოცემული გვაქვს, რომელიც აგერ დავწერე. შეფარდებული იმ დროსთან, რა დროშიც ეს სითბო გადაეცა. ეს არის 20 წუთი. ხო, ნუ ეს 100%-ზე ისევ. ხოლო სრული სიმძლავრე ეს არის ელექტროენერგიით მიღებული სიმძლავრე. ანუ ეს U კვადრატი შეფარდებული R-ზე არის. ამიტომ ეტასთვის ჩვენ გვექნება ეგეთი ფორმულა. ეს არის C წყლის, M წყლის, აქ პირდაპირ რიცხვები მოდით შევიტანოთ, ეს არის 80 გრადუსია, პლუს LMX-ი, U კვადრატი შეფარდებული R-თან, ეს R-ი ზევითავა
და გამრავლებული 100%-ზე. ნუ ახლა ამისათვის mx-ი უნდა ვიპოვოთ, ესე იგი ამისათვის მოდით ეს ფჭილი დავადგინოთ. c წყლის m წყლის 80 პლუს lmx-ი ტოლი არის eta გამრავლებული u კვადრატზე შეფარდებული r-ზე და 100-ზე. აქედან ეს წევრი იქნება, ნუ ეს უნდა გადავიტანო მარჯვენა მხარეს lmx-ი უდრის eta u კვადრატი შეფარდებული r-ი 100-ზე მინუს c წყლისა m წყლისა 80-ზე. ანუ mx-ი იქნება 1 გაყოფილი l-ზე, სადაც l-ი არის წყლის ორთქლად ქცევის კუთრის სითბო. eta u კვადრატი r-ზე და 100-ზე მინუს c წყლისა m წყლისაზე და 80-ზე. ნუ აქ წყლის მასა არ იყო მოცემული, მაგრამ m წყლისა ჩვენ შეგვიძლია ვიპოვოთ როგორც ρ წყლისა გამრავლებული მის მოცულობას. აი 0.5 ლიტრა რო არის. ნუ ახლა მართალია ეს მეტ კუბებში უნდა იყოს. 0.5 10 - 3 ხარისხად მეტრ კუბი. ნუ ეს დანარჩენი ყველაფერი გადაყვანილი გვაქვს. აი ესეთი ფორმულით, აი ამ ფორმულით ხო, ნუ ახლა ჩვენ ერთადერთი გვჭირდება ორთქლად ქცევის კუთრის სითბო წყლის, რომელიც ცხრილიდან შეგიძლია თქვენ იპოვოთ.